გამარჯობა მეგობრებო, დღეს ცლად და დეტალურად მოგიყვებით ტრამპის ახალ ბილზე, რომელსაც ის უწოდებს One Big Beautiful Bill, ანუ ქართულად ერთი დიდი მშვენიერი ბილი. და ვეცდები რომ მოგიყვეთ რა წერია ამ ბილში, რომელიც დაახლოებით 900 გვერდიანი დოკუმენტია და როგორც ამბობენ, ეს არის ყველაზე დიდი რეფორმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ცვლის ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ინფრასტრუქტურულად, ჯანდაცვის მხრივ, საიმიგრაციო და მოკლედ ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც ამ ვიდეოში და აქა-იქ ჩემს შეფასებებსაც გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ამ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადად ვეცდები, რომ უბრალოდ მოგაწოდოთ ცნობები თუ რა წერია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა არის კრიტიკა, რომელიც ისმის ამ ბილთან დაკავშირებით. ჯერ დავიწყოთ საზოგადოებრივი აზრიდან, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და მთელი რესპუბლიკური პარტია და მათი მედია სივრცე ზეიმობს ამ ბილის გასვლას, ვიდრე ეს ბილი გავიდოდა და ახლაც მაინც და მაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა ეს მათ შორის არც რესპუბლიკელების ამორჩევლებში და ზოგადად ტრამპის და რესპუბლიკელების რიტორიკა მით უმეტეს ამ ბილთან მიმართებაში, მაგრამ ზოგადადაც ეს ბოლო 6 თვე არის ის, რომ ტრამპს აქვს უდიდესი მანდატი მოპოვებული ხალხისგან და ის აირჩიეს იმისთვის, რომ ესეთი დრამატული ცვლილებები შეიტანოს ყველა ასპექტში ამერიკული პოლიტიკის, ეკონომიკის თუ ზოგადად ცხოვრების. და მოკლედ აი ამ მანდატით მიდის ეს აპელირება. თუმცა, მაგალითად, ივნისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, რომელიც კუინაპიეკის უნივერსიტეტმა ჩაატარა, ჯამურად ყველა ამომრჩევლის 53% ამ საბიუჯეტო რეფორმას არ ეხმხრობოდა. 27% იყო მხოლოდ მომხრე და 20% არ აფიქსირებდა თავის აზრს. ეხლა რაც შეეხება ზოგადად პარტიული მიკუთვნებულობით, რომ ჩავშალოთ, მაგალითად, რესპუბლიკელების 67% არის მომხრე ამ ბილის, 10% მოწინააღმდეგე, 22% არ აფიქსირებს თავის აზრს. დემოკრატები 89% წინააღმდეგია, 2% მომხრე, ხოლო 10% არ აფიქსირებს თავის აზრს. დამოუკიდებელი ამომრჩეველი, ანუ ხალხი, რომელიც არ არის რეგისტრირებული არც ერთი პარტიის მხარდამჭერად, არის ის ხალხი, რომელიც იდეაში წყვეტს მეტწილად არჩევნების შედეგებს და ზუსტადაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამბობენ, რომ ერთ-ერთი ჯგუფი, რა თქმა უნდა, იყო ეს ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა ამ არჩევნების ბედი. ხო და მოკლედ, აი ეს ამომრჩეველი 57% არის წინააღმდეგი, 20% ემხრობა და 23% არ აფიქსირებს აზრს. ამავე გამოკითხვით ირკვევა, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგია, რომ ჯანდაცვის ხარჯები შემცირდეს, 21% თვლის, რომ საერთოდაც უნდა გაიზარდოს ფედერალური ხარჯები ჯანდაცვის სისტემაში. 56% მიიჩნევს, რომ იგივე უნდა დარჩეს, ან ხელი არ უნდა ახლოს. ჯანდაცვის ის რეფორმა, რომელიც იდეაში ჩადებული არის ამ Big Beautiful Bill-ში, არ არის მისაღები ბევრი რესპუბლიკელი ამომრჩევლისთვის. ხო, ეხლა ვისაუბროთ ზოგადად რა მოხდა, უცებ მარტივად მოგიყვებით როგორ და რანაირად გაიტანეს ეს ბილი. დაახლოებით 1 თვე დასჭირდათ, რომ ეს ბილი გასულიყო, თავიდან იყო ჰაუსში, ანუ ქვედა პალატაში, სადაც ერთი ხმით გავიდა ეს ბილი, იმიტომ რომ მათ შორის რესპუბლიკელი სენატორებიც, კონგრესმენებიც იყვნენ წინააღმდეგი ამ კანონის და ბიუჯეტის. შემდეგ ეს წავიდა სენატში, სადაც 1 თვე რაღაცეები მოლაპარაკებები ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ამ ცვლილებებით მოახერხეს, რომ გაიტანეს, ოღონდ ამ შემთხვევაშიც ხმები გაყოფილი იყო. აქ იყო რაღაცა სხვადასხვა საკითხები იყო ჩადებული ამ ბილში, რომლის ამოღებაც მოუწიათ, მაგალითად, ერთ-ერთი იყო რეგულაცია ხელოვნური ინტელექტისა. ანუ ეს ამ ბილის პირველადი ვერსია კრძალავდა შტატების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი სახის რეგულაციას, რომელსაც ძალიან ბევრი რესპუბლიკელიც არ ეთანხმებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ბილი გასულიყო მარტივად, სხვა შემთხვევაში დაჭირდებოდა 60 ხმა, რომელიც არ ჰქონდათ რესპუბლიკელებს, ეს იცოდნენ და შესაბამისად რაღაცეები ამოიღეს აქედან. მათ შორის იყო ერთ-ერთი ის, რომ ამ ბილის მიხედვით დეფიციტი რო შეეცვლოთ, უნდა გაყიდულიყო ტყეები, ნაკრძალები და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ამოღებული იქნა ამ ბილიდან და ამიტომ დასჭირდათ მცირე უმრავლესობა იმისთვის, რომ გაეტანათ ეს ბილი. და ეს მცირე უმრავლესობაც არ ჰქონდათ, იმიტომ რომ
4 სენატორი ეწინააღმდეგებოდა. ამ ბილს აქედან 3 დემოკრატებთან ერთად მისცა ხმა წინააღმდეგი, ანუ 50-50-ზე იყო. ეს იყო სიუზან კოლინსი, რენ პოლი და ტომ ტილისი. ლიზა მურკოვსკი, რომელიც არის ალასკას სენატორი, მან საბოლოო ჯამში მიიღო რა გარკვეული შეღავათები თავისი შტატისთვის ამ ბილში, მისცა ხმა რესპუბლიკელების სასარგებლოდ. ის შედეგადაც ხმები 50-50-ზე გაიყო და ჯეიდი ვენსმა როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თავისი ფუნქცია შეასრულა და მისცა ხმა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა და შესაბამისად გავიდა ეს ბილი 51-50-ზე და მურკოვსკის ამ შემთხვევაში ადანაშაულებდნენ პოლიტიკურ ვაჭრობაში, იმიტომ რომ რეალურად რა მოხდა ეს მარტივად რომ ჩავშალოთ, იმიტომ რომ იქ რაღაც ბევრი დეტალები იყო. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ მურკოვსკიმ თქვა ეგეთი რაღაცა, რომ აგონიურად მტკივნეული გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდანო და ეს აგონიურად მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო იმის ხარჯზე, რომ ამ ბილის მიერ შემოთავაზებული შეკვეცა სხვადასხვა სოციალურ პაკეტებში ალასკას არ შეეხება. ანუ ტიპმა ფაქტობრივად თქვა, რომ ვიცით რა არის, მოდით მე დანარჩენ 59 შტატს გადავუწყვეტ ბედს მომავალი დეკადების და ესენი არ შევახოთ მოდი ალასკას და დანარჩენს რაც გინათ ისუქენით. აი დაახლოებით ეგ თემა იყო და ამაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის თავისმა რესპუბლიკელმა კოლეგებმა, რომლებმაც წინააღმდეგი მისცეს ხმა ამ ბილის. ეხლა ვნახოთ რას ითვალისწინებს ეს ბილი ცოტა უფრო დეტალურად და პირველი, რაზეც ვისაუბროთ, ეს არის საგადასახადო პოლიტიკა. როგორც იცით, გადასახადები ამერიკის პოლიტიკის, მენტალიტეტის, ეკონომიკის, ყოველდღიური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი არის და რესპუბლიკელების მთავარი მესიჯი ყოველთვის არის ის, რომ ისინი ამცირებენ გადასახადებს. თუმცა ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად დემოკრატების კრიტიკა და ხალხისგან წამოსული კრიტიკა ხშირად არის ის, რომ ულტრა მდიდარ ადამიანებს უფრო მეტი საგადასახადო შეღავათი აქვთ, რომელიც მე არ აისახება რეალურად ხალხზე და ეს trickle down ეკონომიკა აღმოჩნდა, რომ არ მუშაობს ამ ქვეყანაში. თუმცა აი ეს პოლიტიკა და აი ეს მესიჯები, რომ გადასახადები შემცირდება, იყო ძალიან დიდი ნაწილი მათ შორის ამ ბოლო არჩევნებისას და ერთ-ერთი რაც თემა იყო, ეს იყო no tax on tips, ანუ ეგრეთ წოდებულ ჩაიზე მომსახურების სფეროში ვინც მუშაობს, ის ადამიანები tips რო უტოვებენ, ანუ ჩაის რო უტოვებენ, იმაზე აღარ დაუწესდებოდათ გადასახადი. ოღონდ ახლა რა თემა არის? ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის საქართველოსდან, ვინც ჩამოსული არის აქ და თქვათ, ვინც აქ საქართველოსდან უყურებს ამერიკის მოვლენებს და ამერიკის ეკონომიკას და აქ ყოველდღიურ ცხოვრებას, ბევრ ადამიანს არ ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ტიპი. ანუ ჩაი იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს მომსახურების სისტემაში, ანუ მაგალითად რესტორნები ძალიან ხშირად კი არა და უმეტეს შემთხვევაში აკეთებენ იმას, რომ საათობრივ ანაზღაურებას და ამას შტატები არ ავალდებულებენ, მაგალითად ნიუ-იორკში თუ შტატი ვალდებულია, რომ $16 გადაუხადო საათში მინიმუმი ხელფასი $16 უნდა იყოს და ზემოთ ოფიციანტებს მაგალითად $9 შეიძლება გადაუხადონ, იმიტომ რომ ეკონომიკა და გადახდის და აი ეს ბრუნვის კულტურა ისე არის ამ ქვეყანაში აწყობილი, რომ რეალურად შენ მომხმარებელი რომ მიდიხარ რესტორანში თუ ყავის დასალევად, შენგან მოელიან ამას როგორც უკვე როგორც დაუწერელ წესს, არამედ როგორც ეკონომიკურ მოქმედებას და ეს არის ეკონომიკური ქცევა ამ ქვეყანაში, რომ შენ ყავას რომ მყიდულობ, მარტო ყავის ფულს კი არ იხდი, ან მარტო საჭმლის ფულს კი არ იხდი, შენ ვინც გემსახურება, იმის ხელფასსაც იხდი ამ ტიპით. გესმის? ანუ მოდი ახლა თქვათ რესტორანში დავждებით და მე იქ ხურდას დაუტოვებ ოფიციანტს, ეგ არ არის აქ. აქ შენ აქაური ეკონომიკა და სისტემა ისე არის აწყობილი, რომ მომხმარებელი იხდის რეალურად უდიდეს ნაწილს მომსახურე პერსონალის ხელფასისა. და შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, თუმცა აქაც არის ძალიან ბევრი დეტალები ის, რომ მაგალითად 25,000-ის ზემოთ ეს ტაქსა აღარ მოქმედებს, მე არის ის, რომ მაგალითად ვადა გაზდის ამ გადასახადს 2028-ში განსხვავებით მილიარდერების და მდიდარი ხალხისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც მუდმივი არის.
მაგრამ აი ესეთი პატარ-პატარა ღარიბი ადამიანებისთვის და დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის დაპირებული საგადასახადო შეღავათები იწურება 2028 წელს და რა ხდება ეხა 2028 წელს არის ახალი არჩევნები პრეზიდენტის. ეხა უყურე რა ხდება აქ. აქ იქნება ეს იქნება პოლიტიკური თამაშის ძალიან დიდი ნაწილი. არადა ამ კაცმა ხო ეს შემოგთავაზა ეს უდიდესი რეფორმა ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ 2028 წელს მისი შემოთავაზებული აი ეს საგადასახადო შეღავათები დაბალშემოსავლიან ამერიკელებს გაუქმდებათ და რას იზამენ რესპუბლიკელები იწვიან საარჩევნო კამპანია იქნება ერთი ესეთი. პირველი, რომ თუ არ გინდათ რომ აი ეს გადასახადო შეღავათები დასრულდეს და გაგრძელდეს ტრამპის მიერ შემოტანილი ეს რეფორმა, მოგვეცით ჩვენ ხმა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს. თუ დემოკრატები მოიგებენ არჩევნებს, ეს გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი, რომ მაგალითად აი ესეთი უდიდესი ბილი რო შევა კონგრესში ან სენატში გასატანად, იქ ეტყვიან მაგალითად რესპუბლიკელები, რომ იცი რა არის, ჩვენ გვესმის, რომ თქვენ გინდათ დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის გადასახადების შემცირების გაგრძელება, ის რაც ტრამპმა გააკეთა. და ამას ყველა ემხრობა, იმიტომ რომ დაბალშემოსავლიან ადამიანებს შეუმციროთო გადასახადებიო, ყველა მაგას ამბობს და იმ ხალხს ჯეფ ბეზოს, რომელიც დღეში 25 მილიონიან ქორწილს იხდის ვენეციაში, იმას გადავახდევინოთ გადასახადები და ამ ხალხს დაბალშემოსავლიან ხალხს შეუმციროთო გადასახადებიო, მაგას ამბობენ, ხო? და 2028 წელს ეს გახდება ეგეთი ვაჭრობის საგანი, რომ მაგალითად შენ თუ გინდა რაღაცა რეფორმა გაიტანო, ან თქვა გეტყვი, რომ აი ჩვენ არ ვეთანხმებით რაღაცა პოლიტიკას, რაღაცა სოციალურ პროგრამას, ან ეკონომიკურ პროგრამას, ან რაღაცას, რომელიც დემოკრატებმა შემოიტანეს 2028 წელს სიტყვაზე და თუ გინდათ რომ ხმა მიუცეთ იმას, რომ აი ეს საგადასახადო შეღავათები გაგრძელდეს, მაშინ ამოიღეთ ეს პუნქტი, რაც ჩვენ არ გვაწყობს და საბოლოო ჯამში, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს, ძალიან ხშირად რესპუბლიკელები უბრალოდ ხელს შეუშლიან გარკვეული რეფორმების გატანას, რომელმაც შეიძლება რაღაცეები შეცვალოს, რაც ტრამპმა გააკეთა ულტრა მდიდარი ადამიანებისთვის. ამას ეხა მე აი ამ პოლიტიკურ ვაჭრობას და 3 წლის მერე თუ 4 წლის მერე რა დემოკრატმა გაზარდა ეს ტაქსა თუ რესპუბლიკელმა ივაჭრა სადღაც კონგრესის კულუარებში, ამას ხო არავინ აღარ უყურებს თემას. მაგრამ გამოვა დაждდება მე რომელიღაცა სენატორი სადღაც ტელევიზიაში და იტყვის რომ რა ვქნათ ძმაო, ეგრე ჩვენ შევთავაზეთ დემოკრატებს, რომ თუ არ გინათ რომ ამ დაბალშემოსავლიან ხალხს გაეზარდოს გადასახადები, მაშინ ეს პუნქტი ამოვიღოთ, ან ეს პუნქტი ჩავდოთ და ისინი იმათმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი მემარცხენე პოლიტიკა გაეტარებინათ და არ დაგთანხმდნენ ამ ყველაფერზე და აი მათი სიჯუტის გამო გაგეზარდათ ეს გადასახადები. სამუდამო რო იყოს ეს გადასახადების შემცირება, მხოლოდ ჯეფ ბეზოს და მისნაირი მდიდარ ადამიანებს. აი ეს არის ერთ-ერთი თემა. ხო და მოკლედ აი ამ გადასახადების შემცირებით და განსაკუთრებით მდიდარი ადამიანებისთვის საგადასახადო შეღავათების მუდმივად დაწესებით კონგრესის საბიუჯეტო სამსახური Congressional Budget Office, ანუ ეგრეთ წოდებული CBO ვარაუდობს, რომ ამერიკის დეფიციტს დაემატება 3.4 ტრილიონი დოლარი. და ეს დეფიციტი საიდან უნდა შეივსოს? ეს დეფიციტი ივსება იქიდან, ან მცირდება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი კვეცავენ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომელზეც შეპირდნენ ხალხს. და ეხლა ძალიან დიდი უკმაყოფილება არის და რა ტიპის შემცირებები არის შეტანილი სოციალურ და ჯანდაცვის პაკეტებში ამ ბილში. ახალი ცვლილებების მიხედვით, იმისთვის რომ ადამიანმა მიიღოს ჯანდაცვა, რომელიც შემთხვევაში ან უფასო იყო, ან დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის დაბალი გადასახადები იყო და დაბალი ეგრეთ წოდებული კოპეი, სადაც ანუ შენ რაღაც შენი წილი უნდა გადაიხადო წამალზე თუ ექიმთან ვიზიტის დროს, ეს ყველაფერი გაიზრდება ან წესდება ესეთი სამუშაო მოთხოვნა, რომლითაც ადამიანმა თუ გინდა რომ მიიღო ეს ჯანდაცვა, თვეში უნდა იმუშაო 80 საათი. ეხლა ზოგადად ფურცელზე და ესე რომ ამბობ ამ თემას და ამითი აპელირებდა რესპუბლიკური პარტია, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერსაც არ უკვეცავთ, იმუშავე და მოგეცემა ეს ბენეფიტები რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთი ექსპერიმენტები და წარსული გამოცდილება, როდესაც საქმე ეხებოდა ესეთი ტიპის რაღაც პროცედურულ ცვლილებებს, აჩვენებს, რომ მაინც და მაინც წარმატებული
არ არის და პირიქით კონტრპროდუქტიული არის. და აი ნახოთ ახლა რა არის არგუმენტები ამ რეფორმის და ამ ცვლილების წინააღმდეგ. აი მაგალითად ჯორჯიაში, არკანზაში მოქმედებს ესეთი ტიპის მოთხოვნები და ძალიან ხშირად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი დაზღვევა, რაც მაგალითად შეიძლება ვიღაცას ქრონიკული დაავადება ჰქონდეს და თქვათ შეიძლება დიაბეტი ჰქონდეს, სადაც ინსულინი $1500 ღირს ერთი თვის დოზა და ვერ გადაიხადოს ამ ადამიანმა ეს ფული, იმიტომ რომ მაშინ ვეღარ შეჭამს, ან სახლის ქირას ვეღარ გადაიხდის, ან ბენზინს ვერ ჩაასხავს მანქანაში იმისთვის, რომ სამსახურში წავიდეს. დაუკარგავთ იმის გამო, რომ რაღაცა ბიუროკრატიული ცვლილება მოხდა, ისე რომ არ შეატყობინეს. მაგალითად, ჯორჯიაში იყო ესეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ სახე გახდა ამ შტატის მასშტაბით დაწესებული სამუშაო მოთხოვნებისა, ის ამბობდა, რომ ძალიან კარგია, მე ვემხრობი, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ესენი გადასახადები გადავიხადოთ და მივიღოთ ეს ბენეფიტები და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა ორჯერ დაკარგა თავისი დაზღვევა, ერთხელ იყო იმიტომ, რომ უნდა დამჯდარიყო ყოველ კვირას და შეეყვანა რამდენი საათი იმუშავა, ამას აკეთებდა, მაგრამ მაგალითად ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ არ მიიღო სისტემამ მისი ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ რაღაცა ახალი ფორმა გამოუშვა მთავრობამ, რომელიც არ შეატყობინეს და რახან ის ფორმა არ შეავსო, ამიტომ საერთოდ გააუქმეს დაზღვევა. და ესეთი ბიუროკრატიული რაღაცეების შედეგად ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანები კარგავენ დაზღვევას. მაგალითად, სხვადასხვა კვლევების მიხედვით არკანზაში დაახლოებით 20,000 ადამიანმა დაკარგა დაზღვევა, ჯორჯიაში 250,000 ადამიანი არის სიტუაციაში, სადაც შეიძლება ან დაკარგოს, ან უკვე დაკარგა, ან ვერ აგროვებს საჭირო საბუთებს, ან ვერ ახერხებს რომ მიიტანოს. იქ არის მაგალითად ახლა მე მიმუშავია პანდემიის დროს, მე ვმუშაობდი სახელმწიფო კონტრაქტზე და ეს ბიუროკრატია და აი ეს ხარვეზები და მაგალითად გადამუშავების ამ ინფორმაციის გადამუშავების დრო, ეს ყველაფერი ხო ცალკეა და მე მაგალითად პანდემიის დროს დაახლოებით 80 ადამიანზე მიწევდა მომსახურებების გაწევა, როდესაც ამ call center-ში ვმუშაობდი და ისინი რომ რეკავდნენ, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი კულტურული შოკი ამ ქვეყანაში აღმოჩნდა ის, რომ აი ეს რეალურად დავინახე ადამიანები, ეხლა სხვანაირად ყველას თან ხო ვერ დაინახავ ამას და ეს დღეში დაახლოებით 70-80 ადამიანი რეკავდა და ძალიან ხშირად იყოს შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებიც კი არ ფლობდნენ კომპიუტერს ისეთ დონეზე, რომ ელემენტარული საბუთები აეტყვირთათ თავის დროზე. ან გაევლოთ რაღაცა ვერიფიკაცია ID-ის თემაზე, რომ იქ დადასტურებული იყო, რომ მართლა ეს ადამიანი ითხოვს დახმარებას და ასე შემდეგ და მაგალითად ძალიან ხშირად იყო, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის დამითმია 2 საათი. ერთხელ მქონდა შემთხვევა დარეკა 70 წლამდე კაცმა, რომელსაც დავეხმა ესე ვეუბნება, ეხა ამას დააკლიკეთ, ეხა იმას დააკლიკეთ, იმას რომ დავხმარებოდი ამ ადამიანს, რომ შიერი არ დარჩენილიყო. და ამის გამო შენიშვნა მივიღე, რომ 2 საათი რასაკეთებდიო, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებოდი, რომ 15 წუთზე მეტი არ უნდა დავუთმო არც ერთ კლიენტს, მაგრამ მაშინ ავუხსენი და აღარაფერი არ უთქვია, მაგრამ ზოგადად იყო, რომ რატო დავუთმი ამდენი დრო ამ ადამიანს და უთხარი, რომ მე 70 წლის ადამიანს, იმიტომ რომ კომპიუტერის ხმარება არ იცის, შიერს ვერ დავტოვებდი ამ შუა პანდემიაში, თქო და დამთავრდა ეგ თემა, მაგრამ ზოგადად ეს ხშირად ვაწყდებოდი ესეთ თემებს. მე ამ კონტრაქტის შემდეგ ექსაპორტზე ვიმუშავე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას აკეთებდა სხვადასხვა ბიზნესებისთვის, მაგალითად რაღაც ბუღალტრული პროგრამა და რაღაც საწყობის პროგრამა და ასე შემდეგ და რო რეკავდა ხოლმე მაგალითად ადამიანი, რომელიც ფინანსური დირექტორი იყო იმ ორგანიზაციის, რომელიც ამ პროგრამას ხმარობდა, ან ბუღალტერი, ან ტიპი, რომელსაც ყოველდღიურად უწევდა კომპიუტერთან მუშაობა, ესე იგი მართლა კულტურულ შოკს ვიღებდი იქიდან გამომდინარე, რომ პაროლის შეცვლაზე უთმობდი ხოლმე ხანდახან 9 საათს, რომ ეხა forgot my passwords რო დაეკლიკა, იმას ვერ ხვდებოდა ადამიანი, რომელსაც შეიძლება 10 დილერშიპი ებარა მანქანის და ისა რა ქვია, ფინანსური მენეჯერი ერქვა ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო დილერშიპებისა რომელიღაც შტატში. და ნუ აკლით, აი ესეთ რაღაცებს ხშირად ვაწყდებოდი და ძალიან ამ დავინახე ამ სამუშაოებზე, რომ ხალხს არ აქვს
ელემენტარული ტექნიკური უნარები იმისთვის, რომ აი ესეთ რაღაცებს და ესეთ პროცედურებს და ესეთ ბიუროკრატიას მისდიოს და ესეთ ხარვეზიან სისტემაში მithumetes. იგივე სიტუაცია მაგალითად ეხა შემცირების ამბავში მოხდება ის, რომ თქვათ ეგრეთ წოდებული SNAP benefit-ების შემცირება ხდება ფედერალური მთავრობისგან, რაც მაგალითად შტატებს აკისრებს იმას, რომ რაღაც გარკვეული წილი ამ საჭმლის კუპონებისა თვითონ გადაიხადონ, მაგრამ მაგალითად კალიფორნია ამას აიტანს, იმიტომ რომ კალიფორნიას აქვს საფრანგეთისზე დიდი ეკონომიკა, მაგრამ ალაბამა ვერ აიტანს ამ ხარჯს. და იმისთვის რომ ეს ხარჯები შეამციროს და თქვათ საოპერაციო ხარჯები შეამციროს, ის რომ კადრები აიყვანოს იმისთვის რომ მოემსახუროს თავის შტატის მოსახლეობას, ამაზე შეიძლება გადაწყვეტოს ეკონომია და თქვას რომ იცი რა, მოდი მე საერთოდ გავაუქმებ ამ პროგრამას და ის რაღაც ხალხის კატეგორიას უბრალოდ ჩამოვაშორებ იმას, რომ მე თვითონ როგორც შტატმა გავაკეთო ამ ხარჯების ეკონომია. არის მაგალითად ის თემები, რომ ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის გადასახადების შემცირებას, რომ ამ გადასახადებს კიდე შტატები იყენებდნენ იმისთვის, რომ დაეფინანსებინათ მაგალითად რაიონული, რეგიონული, სოფლის კლინიკები და საავადმყოფოები და ეხა ეს შემოსავალი მოაკლდებათ შტატებს თავიანთი ბიუჯეტიდან და ბევრი ადამიანი შიშობს, რომ აი ეს რეგიონული და სოფლის საავადმყოფოები და კლინიკები უბრალოდ დაიხურება. და ეს ხალხი, ის ღარიბი ხალხი, რომელმაც ამ კაცის რაღაცა აი ამ პოპულისტურ მესიჯებს მისცა ხმა, უცებ აღმოჩნდება ფაქტის წინაშე, რომ 100 მილის რადიუსში საავადმყოფო აღარ აქვს. ეს არის მაგალითად პროგნოზი ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ხა მე ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ, 900 გვერდიანი ბილი არის ბოლოს და ბოლოს, მაგრამ აი ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რაც არის, ეს არის საემიგრაციო რეფორმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამას, თუმცა საემიგრაციო რეფორმა არა პროცედურულ მხრივ და იქ რაღაც ემიგრაციის სისტემის დალაგება, არამედ ფინანსების გაზრდა, მაგალითად საემიგრაციო სამსახურისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში IC, ანუ საემიგრაციო სამსახური მიიღებს $100 მილიარდ, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში გახდება ყველაზე დიდი და მძლავრი ფედერალური სააგენტო. FBI-ზე დიდი, CIA-ზე დიდი და აბსოლუტურად ყველა სხვა დანარჩენ ფედერალურ სააგენტოზე დიდი სააგენტო ხდება ეს და ხალხი შიშობს, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ ისედაც უკვე ძალიან ბევრი შეშფოთება არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე საემიგრაციო სამსახურის ქცევას ეხება, იქ სამართლიანი სასამართლოზე არის გარკვეული პრეტენზიები, იქ ამბობენ, რომ მაგალითად იმისთვის, რომ რაღაცა კვოტები, რომელიც დაიწესა თვითონ ამ ხელისუფლებამ, რომ თვეში 30,000 ადამიანზე არის საუბარი, ეს რომ დააჩქარონ და შეავსონ ეს კვოტები, ამისთვის ისეთ ადამიანებს იჭერენ, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ აქვთ, ან მაგალითად 30 წლის წინ რაღაცა ჯარიმა დაუწერეს და წითელზე გავლისთვის და ამ ვერ გადაიხადა მაშინ, ან დაავიწყდა გადახდა და ეს შეიძლება ამოუგდონ და ამის გულისთვის, იმასთან ან თქვათ 30 წლის წინ შემოვიდა და ვიზას ვადა გაუვიდა და ეხა გრინ კარტაზე კი არის გასული. ეგეთი შემთხვევები იყო, რომ საემიგრაციო სასამართლოზე მისულ ტიპებს და საემიგრაციო სამსახურში მისულ ადამიანებს, რომლებიც გრინ კარტაზე ინტერვიუზე მიდიოდნენ იმის გამო, რომ 20 წლის წინ რაღაცა ვიზაზე დარღვევა ჰქონდა, მაგის გამო დაიჭირეს, დააკავეს და დაადეპორტეს იმის და მიუხედავად, რომ მაგალითად შვილები ჰყავს მოქალაქეები და ბოლოს აი ამ პროცესში, რომელიც ძალიან ძნელი არის და წლობით იწელება, რაღაცა საბუთებზე მიდიოდა, ან ყოველწლიურად ჩექინდებოდა, არანაირი კანონდარღვევა არ აქვს, გადასახადებს იხდის და ასე შემდეგ და მოკლედ აი და სტატისტიკის მიხედვით დანაპირები ხო იყო ამ ხელისუფლების, რომ გაყრიდნენ კრიმინალებს. სტატისტიკის მიხედვით აი ამ ბოლო 6 თვეში დაკავებული ადამიანების მხოლოდ 8%-ს აქვს ძალადობრივი დანაშაული ჩადენილი. დანარჩენი დანაშაული არის ვიზაზე გადაცდომა, ან რაღაცა მსგავსი ტიპის დანაშაული, რომელიც ასევე დანაშაულად იწოდება, როდესაც ლაპარაკობენ ამ ემიგრანტებზე და დეპორტაციაზე. და შესაბამისად, ანუ 92% ადამიანებისა არ არის მკვლელი, ყაჩაღი, ქურდი და ნაძიავა, არამედ არის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საშოვარზე და თქვათ რაღაცა შეეშალა 20 წლის წინ პროცედურულად სადღაც რომელიღაც
სააგენტოზე. და მოკლედ აი ამაზე ძალიან სერიოზული შეშფოთება და ცუდი პროგნოზები არის იმ ხალხისგან, რომელიც აკრიტიკებს ამ ბილს და პოლიტიკას, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს. ხო და მოკლედ ვნახოთ რა იქნება, მე ვეცდები რომ როგორც კი რაღაცა დიდი ამბავი მოხდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამბობენ რომ ეს ბილი შეცვლის აბსოლუტურად ყველაფერს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ისტორიული ბილი თავისი სიდიდით და იმ ცვლილებებით, რომელიც უნდა შემოგთავაზონ ამ ბილის ფარგლებში, ხო და დაალაიქეთ, დაასაბსქრაიბეთ ეს არხი და დაახლოებით 6 თვეში ალბათ გავაკეთებ უკვე შემაჯამებელ ვიდეოს იმისა თუ ნახოთ რა პროგნოზები გამართლა და რა პროგნოზები არ გამართლდა, თუმცა მაგამდეც რა თქმა უნდა ეტაპობრივად რაღაცა მნიშვნელოვან ამბებსაც მოგაწვით. დიდი მადლობა რომ მიყურებდით და კიდევ ერთხელ თუ გაინტერესებთ ეს კონტენტი, გთხოვთ რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი.